არასრულწლოვანთა შესახებ სპეციალური კანონის განხილვას, რომელიც გერმანული კანონის ანალოგია, პარლამენტი ხვალიდან იწყებს. კანონი ითვალისწინებს რეაბილიტაციის ცენტრის ჩამოყალიბებას, სადაც მულტიფუნქციური ჯგუფი შეიქმნება ექსპერტების და ფსიქოლოგების მონაწილეობით. სწორედ ეს ჯგუფი გადაწყვეტს, რა ფორმით სჭირდება მოზარდს დახმარება და როგორ უნდა მოხდეს მისი რესოციალიზაცია და რეაბილიტაცია. ნინო არღულიანი მუშაობს თემაზე და ის პირდაპირ ეთერში გვერდება. კანონპროექტზე მუშაობისას, როგორც გაირკვა შინაგან საქმეთა სამინისტროსა და იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლები გერმანულ პრაქტიკას გერმანიაში გაეცნენ და სწორედ ამის შემდეგ გადაწყდა, რომ საქართველოს პარლამენტი გერმანული კანონის ანალოგს მიიღებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი, უფრო კონკრეტულად მინისტრის მოადგილე განმარტავს, რომ ეს არ არის ბავშვების დასჯის შესახებ კანონი, არამედ ეს არის ბავშვებზე ზრუნვის შესახებ კანონი, რადგან სანდრო დარახველი თქმით, იმ შემთხვევაში თუ სასამართლო გადაწყვეტს, რომ კონკრეტული დანაშაულის შემდეგ სახელმწიფოს ბავშვზე ზრუნვა უნდა დაევალოს, ასეთ შემთხვევაში პროცესში უკვე ერთვება ცენტრი, სადაც მულტიფუნქციური ჯგუფი იმუშავებს და ბავშვებზე ზრუნვა მოხდება სპეციალურ სახლებში, სადაც მათზე დაკვირვებას მოახდენენ როგორც ფსიქოლოგები, ასევე ექსპერტები და საშუალება ექნებათ ამ პროცესში ჩართულები იყვნენ მშობლებიც. დღეს სანდრო დარახველიძემ თქვა ისეც, რომ სტატისტიკა ამ მიმართულებით გაზრდილია და ძირითადად დანაშაულები უკავშირდება ყაჩაღობას, ძალადობას, ქურდობას და სწორედ ამიტომ კანონპროექტი ამ ყველაფერს დააზღვევს. დღეს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ისაუბრა განათლების მინისტრმაც, რომელმაც გააღნიშნა, რომ ამ კანონპროექტს მნიშვნელოვანი ეფექტი ექნება დანაშაულის ჩადენის პრევენციის მიმართულებითაც. ევროპის არაერთი ქვეყანაა, სადაც ამ ასაკის და უფრო დაბალი ასაკის ახალგაზრდებშიც მსგავსი პასუხისმგებლობის კომპონენტი არის დადგენილი, თუმცა ეს არის უკიდურესი ფორმა და გამოიყენება ყველაზე უკიდურეს შემთხვევაში. გამომდინარე აქედან, რა თქმა უნდა, ის პირველ რიგში ასრულებს პრევენციულ ხასიათს, სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანი არის ის პროექტები, რომელსაც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად ახორციელებს. ჩვენ უნდა განვასხვაოთ, რომ ეს არ არის დასჯა, ეს არის ზრუნვა, ერთი ქურდობის, ყაჩაღობის, ძარცვის და სხვადასხვა ტიპის ძალადობრივი დანაშაულების შემთხვევები ჰქონდა. სამწუხაროდ სახელმწიფოს სამართლებრივად არ გააჩნდა ქმედითი პერკეტები ასეთ დროს რეაგირების. შესწავლილი იქნა საერთაშორისო ევროპული გამოცდილება, გერმანული მოდელი, სადაც იუსტიციის სამინისტრო, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები იყოფებოდნენ ვიზიტით, შეხვდნენ იქ არსებული დაწესებულების ხელმძღვანელობას, გაიაზრეს და გაიარეს ის თითოეული პროგრამა, რაც ფუნქციონირებს და როგორც ესე ვთქვათ, ჩვენ დაგვარწმუნეს გერმანელმა სპეციალისტებმა, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე კარგი მოდელი მსგავსი ტიპის ესე ვთქვათ შემთხვევებისთვის. პრაქტიკაში დაინერგება ის მექანიზმი, რომელიც პირველ რიგში დაიცავს ბავშვებს იმ რთული ასე ვთქვათ მოვლენების კარაშიც ისინი არიან ჩართული და მეორეს მხრივ საზოგადოებას ექნება განცდა, რომ სახელმწიფო ზრუნავს ბავშვებზე, რომელსაც ჩაიდინეს დანაშაული და მათ მიმართ განხორციელდება სარეპუტაციო ღონისძიებები. კანონის მიღების შემდეგ ქვეყანაში შეიქმნება რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის ცენტრი, სადაც იმუშავებს მულტიფუნქციური ჯგუფი და დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში სწორედ მულტიფუნქციური ჯგუფი განსაზღვრავს ბავშვი უნდა ჩაერთოს სპეციალურ პროგრამაში თუ ის უნდა გადამისამართდეს მხარდაჭერის სახლში. ბავშვის გადამისამართება მხარდაჭერის სახლში უკიდურეს შემთხვევაში სასამართლოს გავლით მოხდება. კანონპროექტის ავტორები აცხადებენ, რომ ასე სახელმწიფო ბავშვზე ზრუნვას საკუთარ თავზე იღებს იმისთვის, რომ შეამციროს დანაშაული და იმისთვის, რომ ბავშვების მთავარი საზრუნავი იყოს განათლების მიღება და არა კრიმინალური ქმედებები. ეს ინიციატივა, რომელიც ჩვენ შევიმუშავეთ, ბავშვს განიხილავს როგორც, რა თქმა უნდა, განათლების ბენეფიციარს პირველ რიგში და არა როგორც კრიმინალს და არა როგორც სასამართლოს ბენეფიციარს. კანონის მიხედვით შეიქმნება მხარდაჭერისა და რეაბილიტაციის ცენტრი, სადაც იმუშავებს მულტიდისციპლინური ჯგუფი. ამ ჯგუფში შევლეს სხვადასხვა დისციპლინის წარმომადგენელი, ექსპერტები, მაგალითად ბავშვთა ფსიქოლოგი, სოციალური მუშაკი, განათლების სპეციალისტი, იქნება ჩართული
ასაკვირველია ოჯახი, ვინაიდან მშობლის პოზიტიური მშობლის როლი და კომპონენტი არის ასევე ძალიან მნიშვნელოვანი, რომ იყოს გათვალისწინებული ამ პროცესში და ამ ცენტრს ექნება იმის შესაძლებლობა, რომ ინდივიდუალური შეფასებით მიიღოს ორი სახის გადაწყვეტილება, ერთი, რომ მოზარდების ჩართვა მოხდეს სპეციალურ პროგრამებში, ეს არის მხარდაჭერისა და რეაბილიტაციის პროგრამა და მეორე გადაწყვეტილება, რომელიც უკიდურესი ფორმის იქნება ამ შემთხვევაში, ეს არის უკვე სასამართლოს გავლით რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის სახლში მოთავსება, სადაც ასევე ორიენტირება იქნება საკვირველია განათლების კომპონენტზე. აქ საუბარია იმ უკიდურეს ფორმაზე, რაც გათვალისწინებულია მათ შორის კონვენციითაც, მათ შორის ჩვენს მიერ ნაკისრი ვალდებულებითაც, რომ სახელმწიფოს ჰქონდეს ეფექტური მექანიზმი, როდესაც ბავშვები ჩაიდენენ დანაშაულს, მოხდეს მათზე მზრუნველობა, რომელიც ერთი მხრივ შესაძლებელია არსებული კანონმდებლობის მიხედვით, მათ შორის გათვალისწინებული იყოს, რომ კონკრეტულ პროგრამებში ჩაერთონ, მაგრამ თუ პროგრამებშიც არ ერთვებიან, მათ შორის არც მშობლები არ უზრუნველყოფენ ბავშვზე ზრუნვას, მხოლოდ კონკრეტულ შემთხვევებში და როგორც უკიდურესი ფორმა, მულტიფუნქციური ჯგუფი მიიღებს აღნიშნულ საკითხზე გადაწყვეტილებას, რაც სასამართლო კონტროლსაც გაივლის და პირების ბავშვების მოთავსება მოხდება იმ დაწესებულებაში, რომლის მთავარი ფუნქციაც არის ბავშვებზე ზრუნვა. 14 წლამდე ბავშვებზე ახალი კანონი იზრუნებს, 14 წელს ზემოთ მოზარდებზე კი, როგორც ცნობილია, არასრულწლოვანთა კოდექსი მოქმედებს. პარლამენტი კანონის მიღებას, კანონ პროექტზე მსჯელობას მიმდინარე კვირაში დაიწყებს. მაყურებელს კიდევ ერთხელ ვეთქვი, რომ ახალი კანონი გერმანული კანონის ანალოგი იქნება. პირდაპირ ეთერში ნინო არღულიანი საუბრობდა.